მოკლე კატოს თავგადასავალი ზაირა არშენიშვილის არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საბავშვო წიგნი და არა მარტო საბავშვო. არის დიდებისთვისაც საფიქრალი, სააზროვნო, როგორ თავგადასავლებში როგორ ეხვევა პატარა გოგო, როგორ აღმოჩნდება ქვეყანაში, სადაც ადამიანებს ტყუილ უბრალოდ თუნდაც იჭერენ, ასამართლებენ და არის დევები როგორ წყალს ნაყავენ. და აქაც ხო ის არის, რომ ზოგჯერ რაღაც ვაკეთებთ და არ გხედავენ, არ გვისმენენ, თითქოს არ ვჩანოთ. მოკლე კატოს თავგადასავლის მკითხველი თავის ლექსიკას ძალიან გაამდიდრებს. ძალიან ლამაზად არის მოთხრობილი. ისეთი სიტყვები არის, რომ შეიძლება ცხოვრება გალიო ადამიანმა და თუ წიგნის მკითხველი არ ხარ, არც შეგხვდეს არსად. ზუსტად ხო, აი რაღაცნაირად ახალ სიტყვებს აღმოგაჩენებს, თან ზაირას უყურს სკოლიოების გამოყენება და იქვე განგიმარტავს, რომ აი შენ სხვაგან არ გაიქცე, ეს დაგუგლო არ დაგჭირდეს. ეს მომეწონა ბიჭო, ეგეთი ენა მოქარგული თუ იყავი, სათხარ აქამდის. ანუ ენა მოქარგული როგორი სიტყვა არის, ხო? წიგნში ღმერთსაც ხვდება მოკლე კატო. ადამიანური ღმერთია, ხო, ცოტა ბუზღუნა. ბუზღუნაც რაღაც თან ჭკვიანის, თან რაღაცნაირის და პირდაპირიც იუმორიანიც, ან ღმერთია ადამიანი, და როგორც ღმერთივით კაციო, რო გვითქვამს, ან ღმერთივით ადამიანია, ой, ზუსტად იგივენაირ ღმერთს ხვდება აქაც და როგორ ზუსტ რჩევებს და მითითებებს აძლევს და ზღაპრული სამყარო როგორ შემოდის მერე ადამიანში. მაგრამ თავში როგორ იწყება, ხო? მთავარი გამოწვევა და პრობლემა რა არის ამ ბავშვის? თითქოს ყველაზე ბედნიერია, იმიტომ რომ ყველაფერი აქვს, მაგრამ ხშირად ეუბნებიან არ შეიძლება. კარგად ჩანს ერთ მომენტში როგორი გათამამებულია ეს ბავშვი, როდესაც აი ეს პატარა ცეროდენები, ხო? მე მგონი რომ გამოჩნდებიან, რომ ავალებს, რომ ნაყინი მომიტანეთ და არც უშვებს, რომ მათ შეიძლება ამით საფრთხე შეექმნათ, მაგრამ როდესაც თავისვე აი ამ საქციელის უკუღმართობას დაინახავს, შემდეგ როგორც ცდილობს იმის გამოსწორებას. აი ეს სიკეთეც რაღაცნაირად ჩაბუდებულია ჩვენში და ჭირდება გამოღვიძება. უმეტეს ბავშვი და აქაც მაგალითის მიცემაა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს სიკეთე ხო არ იცის როგორ ჩაიდინოს, როგორ მოახდინოს და ჭირდება რომ დაინახოს ეს სიკეთეები. ხო და აი მოკლე კატოსაც ნელ-ნელა მიდის სიკეთემდე, ხო? არაჩვეულებრივი ილუსტრაციები აქვს თათიანა დარეიშვილის, რომელიც ბევრ კარგ წიგნს აფორმებს და თვითონაც აქვს არაჩვეულებრივი წიგნები.